სიუჟეტის თემა: ევროკავშირი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები. მითი: ევროინტეგრაციის შემთხვევაში პატარა ეთნოსები კარგავენ თავიანთ ეთნიკურ და ენობრივ იდენტობას. ეს ნამდვილად მითია, ვინაიდან თუ რომელიმე სივრცე უზრუნველყოფს პატარა ეთნოსების განსაკუთრებით თავისებურობას, ტრადიციების და მათი ორიგინალურობის, ასე ვთქვათ, შენარჩუნებას, მათი კულტურის, ეს არის ევროკავშირი. სხვათა შორის, ცოტა ვინმე თუ იცის, რომ ევროკავშირის ვალდებულებაა ყველა დოკუმენტი, რომელიც არის მიღებული და ყველა კანონი ევროპარლამენტის ან ევროკავშირის მიერ ითარგმნოს ევროკავშირის ყველა ენაზე. ამიტომ ესტონური ენიდან დაწყებული, გერმანული ენიდან დამთავრებული ყველა ენაზე შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თავისთვის საინტერესო თავის მშობლიურ ენაზე გაეცნოს ნებისმიერ კანონს, რომელიც არის ევროკავშირში მიღებული და ამაში სხვათა შორის ძალიან დიდ ძალს ფულს ხარჯავენ, მაგრამ ეს მიაჩნიათ პრინციპულად, ვინაიდან ეს არის ევროკავშირი არის ერთობლიობა ერების, დიდი და პატარა ერების, რომლის სიმდიდრე ნამდვილად იქცევება მის ამ ეთნოსების მრავალფეროვნებაში. რო ავიღოთ პატარა ესტონეთი, შედარებით, ხო, პატარა ახლა შეიძლება ზომით იყოს პატარა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე შთამბიჭდავად განვითარებადი ქვეყანა ევროკავშირში. წარმოიდგინეთ, დაახლოებით საბჭოთა კავშირის ნგრევის მომენტში ჩვენი საქართველოს და ესტონეთის შიდა ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო დაახლოებით ერთ და იგივე დონის, როგორც მთლიანად საბჭოთა კავშირში. ეხლა ესტონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის $36,000, რუსეთის $14,000 და ჩვენი $9,000. ხო? წარმოიდგინეთ, როგორი ნახტომი გააკეთა ევროკავშირმა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ესტონეთმა. თან ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღეს წარმოადგენს სრულიად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებას. კაია კალასი მყავს მხედველობაში. როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ახლა იმაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ესტონეთმა დაკარგა თავისი ეროვნული ტრადიციები, დაკნინდა ესტონური ენა და ესტონეთი ვეღარ გრძნობს თავს ისე უსაფრთხოდ, როგორც გრძნობდა მანამდე, ვიდრე გაწევრიანდებოდა ევროკავშირში და ნატოში. ამიტომ ეს არის სრული მითი. ეს არის აბსოლუტურად აბსურდული მითი. ევროკავშირი აქ უამრავი, თქვათ ასე, სამართლებრივი აქტები და არა მარტო ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო ამავე დროს არის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო, როგორც საქართველოს ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო, სადაც უკვე არის ევროპის სასამართლო. და შესაბამისად ევროკავშირის როგორც ცალკე აქ დირექტივები, ცალკე ევროსაბჭოს დირექტივის სასამართლოს კონცეფცია იცავს ყოველ ინდივიდს პირველ რიგში, ანუ ევროკავშირის მოქალაქე, თუ საკუთო ხდება ევროკავშირის წევრი, ყოველ ჩვენთაგანი ხდება ევროკავშირის მოქალაქეც ამავე დროს, მას იცავს კანონი. ეს არის რა თქმა უნდა უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი, რათა დაცული იყოს ევროკავშირის ნებისმიერი მოქალაქე ერთი მხრივ და მეორე მხრივ ნებისმიერი ჯგუფი გაერთიანებული სხვადასხვა ღირებულებებზე, მათ შორის ეთნიკურ იდეებზე, ენობრივი ღირებულებით იქნება თუ რელიგიური ღირებულება, სხვა ღირებულებებით. ანუ ევროკავშირი იცავს, მაგრამ გარდა ამისა, ევროკავშირი მაქსიმალურად ცდილობს, რომ რეგიონებში, სადაც არსებობს კომპაქტურად დასახლებული ესეთი ადამიანები, დაიცვას. ამის უამრავი მაგალითებია: სამხრეთ ტიროლი, ალანდის კუნძულები, ფლანდრია და ასე შემდეგ, სადაც არსებობს, რა თქმა უნდა, ასეთი ჯგუფები, სადაც დაცულია მათი რელიგიური, როგორც წესი, ნაკლებად ამ შემთხვევაში, ამ ჩამოთვლილი, მაგრამ ეს არის ენობრივი და ეთნიკური მახასიათებლები. პრობლემები, როგორც წესი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აი უნგრეთში არის მაგალითად, აი ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში ახლა ნაკლებად, მაგრამ იყო, მაგრამ აი უნგრეთი, რუმინეთი მაგალითად, ანუ სადაც კი შემორჩა საბჭოთა წარსული, იქ ჯერ კიდე სხვანაირად უყურებენ და ევროკავშირი ამას როგორც წესი აბალანსებს სასამართლოებით, მოლაპარაკებებით. უნდა ვაღიაროთ ერთი რამ, რომ ევროკავშირისთვის უმცირესობები ეს არის ღირებულება, ეს არის მათი კულტურის ნაწილი, განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან. უმცირესობები იყო პრობლემა. და პრობლემა სჭირდებოდა მოგვარება, რაღაც ზემოქმედება, ქვია, აკზალვა, ან რაღაც ფორმაში მოქცევა და ევროკავშირის ეს არის აღიარებული, წინასწარ აღიარებული ღირებულება, როცა ჩვენი სიმდიდრე. მითი
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთის ბაზარი არის უალტერნატივო. ჯერ ერთი უნდა ვთქვათ, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ეკონომიკა როგორც წესი არ არსებობს. განსაკუთრებით აქ ვიტყოდი მე ცხინვალის რეგიონზე, იმიტომ რომ ერთადერთი პერსპექტივა ცხინვალის რეგიონში რაღაც ეკონომიკის განვითარების არის დაკავშირებული ქართულ ეკონომიკასთან ბმაში და არა რუსეთის ეკონომიკასთან, თავისი ბუნებრივი და გეოგრაფიული პრობლემების და გამო. რაც შეეხება აფხაზეთს, აფხაზეთის ეკონომიკის უმთავრესი სექტორი და ერთადერთი შეიძლება ითქვას არის ტურიზმი. მაგრამ იქ რაც ახლა ხდება მაგალითად ამ თვალსაზრისით რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში არის სრულიად მე ვფიქრობ მიუღებელი აფხაზეთის საზოგადოებისთვის, რასაც აფხაზეთის საზოგადოება დღიდან დღემდე ამტკიცებს თავისი დამოკიდებულებით ამ პრობლემებისად. მე გულისხმობ იმას, რომ სერიოზული წინააღმდეგობა ქონდა მაგალითად კანონებს, რომელიც ითვალისწინებდა რაღაც რეზერვაციების შექმნას აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი ინვესტორებისა და რუსი ტურისტებისთვის. და ამას რეალურად არც მაინც და მაინც დიდი შემოსავალი არ შეაქვს აფხაზეთის ბიუჯეტში. საკუთრივ ალბათ აფხაზეთის ბიუჯეტი როგორც ესე არც არსებობს, იმიტომ რომ იქ ბრუნვაშია რუბლი, აქედან ყველა გამომდინარე შედეგით. ეხლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ მაგალითად რომ აფხაზეთი ხდება ისევე როგორც ცხინვალის რეგიონი, თანამონაწილე საქართველოს დაახლოების პროცესის ევროკავშირთან, აქ სულ სხვაგვარ ხასიათს მივიღებთ. რაც შეეხება ეკონომიკურ мотивაციას, ახლა აფხაზეთში არის სრულიად უნიკალური კლიმატური და გეოგრაფიული პირობები ტურიზმის განვითარებისთვის, რაც ფერ ხდება ზუსტად იმიტომ, რომ დღეს აფხაზეთი არის დაქვემდებარებული რუსეთის სანქცირებულ ეკონომიკასთან და შესაბამისად ეს არამც თუ არ ანვითარებს, არამედ ყველანაირად ზღუდავს აფხაზეთის განვითარების შესაძლებლობებს. რო წარმოვიდგინოთ ჩვენ ვითარება, როდესაც საქართველოს ევროპული გეზის თანამონაწილე და თანამოაზრე ხდება აფხაზეთი, მაშინ დაახლოებით 5 წელიწადში აი ამ პირობითი სტარტის შემდეგ აფხაზეთში შევა დიდძალი ინვესტიციები, თანხები, რო ავიღოთ მარტო ასე ვთქვათ ტურისტული განზომილება და ეს არის როგორც აღნიშნე უმთავრესი ეკონომიკის სექტორი აფხაზეთის. ესეთი რა ბაზარს იყენებს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იმაში ქვია რუსეთში გამორიცხული არაფერს არ აწარმოებენ ისეთ განსაკუთრებულს, რომ ეს ხდებოდეს, აფხაზეთში ციტრუსი კი ბატონო გარკვეულწილად და მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გასული ციტრუსების აფხაზური ნაწილი არის საკაც 0.0 რაღაც პროცენტი, როგორც წესი თურქული და ახლო აღმოსავლეთ გასული ციტრუსები მართავენ იქ სიტუაციას. მაგრამ მე პირიქით არის ევროკავშირი მაქსიმალურად ხელს უწყობს შიდა ბაზრის მოგვარებას. არ იკარგება არც ერთი ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქტი და მაქსიმალურად აიძაცული ბუნებრივია ხარისხს ენიჭება მეტი ყურადღება და ხარისხი იქნება, ანუ სამაგეროდ თუ ხარისხი გაუმჯობესდება წარმოებული პროდუქტის, მაგალითად ერთყუთ მანდარინის ერთყუთში არ უნდა იყოს ძალიან მსხვილი მანდარინები და ძალიან წვრილი მანდარინები, ანუ ამ ტიპის საკაც, ანუ თუ მოერგება და უნდა მოერგოს ყველანაირად ჩვენ ვერ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სტანდარტებს, ერთიოდ გაიზრდება ფერმერების შემოსავალები. ანუ ევროკავშირი მაქსიმალურად დიფერენცირებულია და კი არ კარნახობს ფერმერს როგორ მოიცავს, არამედ ერგება ფერმერის ინტერესებს. ყველაზე კარგი მაგალითია საბერძნეთი. როცა ევროკავშირში შედიოდა საბერძნეთი, ნამდვილად შეიძლება ითქვას, იქ იყო სერიოზული ხელვარება. ეს კითხვები საბერძნეთში ისმებოდა ნამდვილად და ვიცი კარგად იმიტომ რომ ვიყავი და კარგად მახსოვს ეს მომენტი და შემდეგ ვნახეთ რომ საბერძნეთში აი მაგალითად როგორ გამოასწორა ბოლო თქვენს ახალგაზრდა ახსოვდეს როგორ გამოასწორა ევროკავშირმა საბერძნეთში ფინანსური კრიზისი. კი, პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ მთელი ევროკავშირი მოერგო საბერძნეთის ინტერესებს, დაუყენეს ახალ პირობა და დღეს საბერძნეთი ფეხზე მდგარი და წელში გამართულია. კი არ დამარცხდა, გაიმარჯვა და თვითონ უკავდება დღეს საპენსიო რეფორმა იქნება თუ სხვა ფინანსური პრობლემები, მათ შორის რა თქმა უნდა ფერმერული. მითი. ოსები და აფხაზები ვერასოდეს გახდებიან საქართველოს და შესაბამისად ევროკავშირის სრულფასოვანი მოქალაქეები. რატომ ვერ გახდებიან? თუ აფხაზებს და ოსებს სურთ რომ მათი უსაფრთხოება, კეთილდღეობა და განვითარების პერსპექტივები იყოს უზრუნველყოფილი,
ზუსტად რომ უნდა გახდნენ თანამონაწილეები საქართველოს ერთიან სახელმწიფოში ჩვენი ევროპული ინტეგრაციის თანამონაწილეები. ეს არის პირველი გარანტია საიმისოთ, რომ ისინი იცხოვრებენ კომფორტულ პირობებში და აქ ევროპულობა და ევროპული პრინციპები, ევროკავშირში გაბატონებული ტრადიციები, პრინციპები, კრიტერიუმები თანამშრომლობის არის ზუსტად იმის გარანტია, რომ ვერავინ ვერ შეეხება მცირე კომპაქტური ეთნოსების უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. არამც თუ ვერ შეეხება, პირიქით, უპირატესი ყურადღება იქნება დათმობილი იმისათვის, რომ უპირატესად განვითარდეს კეთილდღეობა და განვითარების პერსპექტივები ამ კომპაქტური ეთნოსებისთვის. ეს დადასტურებულია სრულიად ევროკავშირის განვითარების ისტორიის განვითარებით და ვერ გახდებიან მე არ მესმის ამ წინადადების არსი. რატო ვერ გახდებიან? არ იმსახურებენ, ვერ შეძლებენ, არ მოინდომებენ. მე ვფიქრობ, რომ ჯერ უნდათ ვერ აფასებენ ისინი, ვინც სვამენ ასე ამ კითხვას, ჯერ უნდათ ვერ აფასებენ აფხაზების და ოსების როგორც მინიმუმ რეალისტურ მიდგომას ამ პრობლემებისადმი. აბსურდია ეს, არ ვიცი საიდან მოდის ეს, ისინი უკვე არიან საქართველოს უფასოვანი მოქალაქეები, იმიტომ რომ საქართველოს მათ ამის ეს ვალდებულება აღებული აქვს. ისინი არ არიან უბრალოდ მოქალაქეები. საკმარისია აფხაზეთის ტერიტორიაზე თუ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქე მოინდომოს საქართველოს მოქალაქეობა, რომ რა თქმა უნდა პროცედურები უნდა გაიაროს მიიღებს და მით უმეტეს როცა გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მათზე გავრცელდება ნებისმიერი ფორმის ის უპირატესობები, რაც გააჩნია ევროკავშირის მოქალაქეს. ვინც ამით მართლაც აი ყველაზე აბსურდული მისთი, რაც ახლა მოვიცმინე, ავრცელებს, მან ერთი მაგალითი მოიცნო მოიყონოს დღევანდელი ევროკავშირიდან, სადაც რაღაც ეთნიკური ჯგუფი არის დაჩაგრული და ვერ გახვდარა ან იმავე ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე, ან ევროკავშირის სრულფასოვანი მოქალაქე. გამორიცხული აბსურდულია და მე არ ვიცი ვინც ამას აწარმოებს, ამის შეიძლება რაღაც კონდეს მიზნები, მაგრამ ვინ იჯერებს ამითებს, იმიტომ რომ მაგალითი ამის არ არსებობს ბუნებაში. მითი. აფხაზები და ოსები ევროინტეგრაციას მხოლოდ გამოყენებითი თვალით შეხედავენ და ეს საქართველოსთან რეინტეგრაციის რეალური გზა არ არის. როგორც კი დარწმუნდებიან იმაში, რომ საქართველოსთან რეინტეგრაციის შედეგად ისინი მიიღებენ მეტ სარგებელს უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ეს პრაგმატული მიდგომა იქნება თარგმნილი შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. იმიტომ რომ სარგებლიანობა ამისთანა პოლიტიკის დადასტურდება უშუალო პრაქტიკით, რომელშიც ისინი შევლენ თავისი პრაგმატული მიდგომების შედეგად. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ეს პრაგმატულობა და ეს პერსპექტივები და მიმზიდველობა ასეთი მიდგომების უნდა იყოს კარგად ახსნილი ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისათვის. და მე ვფიქრობ, აქ როგორც სახელმწიფომ, ასევე სახალხო დიპლომატიამ უნდა თავისი როლი შეასრულოს, მაგრამ აქ არის ერთი საქმე მთავარი. ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტად პროევროპული ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიყოთ მიმზიდველი, როგორც კანდიდატი ქვეყანა და უნდა ნამდვილად დავადასტუროთ, რომ ჩვენი პოლიტიკით ერთიანად მთელი საზოგადოება ქართული მოძრაობთ ევროკავშირის ინტეგრაციის მიმართულებით და ვართ აქ ამ პროცესის ჩემპიონები ყველა კანდიდატ დანარჩენი ქვეყანასთან შედარების. ევროპა იქნება იმის გარანტი, რომ აქ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, იქნება მხოლოდ მშვიდობა და მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგად განვითარებული ეკონომიკურის და კეთილდღეობა, უსაფრთხოების გარანტიების შექმნა და ასე შემდეგ. და ეს გამოიწვევს უკვე გაცილებით უფრო მეტად პრაგმატულ გადაწყვეტილებებს, თავისუფლად იღებს ის ერი, რომელიც სრულიად გრძნობს თავს დაცულად. და საქართველოს ევროპულობა არის პირველი დამცავი მექანიზმი აფხაზებისთვის და ოსებისთვის. და კარგი საფუძველი საიმისოთ, რომ შეიქმნას პირობები, პრაგმატული გადაწყვეტილებებით, რომელიც იქნება კარგი დასაწყისი საიმისოთ, რომ მერე ის გადაიზარდოს პოლიტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სახელმწიფოს რეინტეგრაციის პროცესში. გაუცხება ძალიან მაღალია სამწუხაროდ. აფხაზები ხო ცალკე არ არიან ახლა. აფხაზები ხომ ისე არ არის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენ შორის მოხდა გაუგებრობა, იყო საომარი მოქმედებები და აფხაზები საქართველოზე გაბრაზებულები არიან. ამას ემატება, რომ აფხაზებს დღემდე მართავს რუსეთი.
როგორც ოსებს. და შესაბამისად ეს მითი არა უკვე რუსეთი აფხაზებს იყენებს როგორც ინსტრუმენტს საქართველოს წინააღმდეგ და ბუნებრივია გაუცხოება ღრმავდება. ის არ გაჩერებულა 92 წელს, ან 2008 წელს. ეს გრძელდება დღემდე. შესაბამისად, როგორც ვთქვი, ევროკავშირში შევალთ, რა თქმა უნდა, ეს წკენა და გაუცხოება გადმოყვება აფხაზებს და ოსებს ევროკავშირში წევრობის დროს და რაღაც 5-6 წელი დაგვჭირდება, რათა დავაჯეროთ ჩვენს თბილისმა და ბრიუსელმა ევროკავშირმა, რომ ისინი სრულფასოვანი წევრები არიან და მათ არავითარ საფუძვლად უკვე ჩაკეტილი იქნება რუსეთის გავლენები. მაგრამ ფაქტია, იმდენი სიკეთეები დაეყრებათ თავზე მათ, როგორც გავწევრიანდებით, აი დღევანდელ ერთ-ერთი ყველაზე უფრო თქვათ ასე ღარიბი ქვეყანა და ყველაზე უფრო უკანმყოფი ქვეყანა ევროკავშირში ბულგარეთია სიტყვაზე, რომელიც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოა, ასევე იქაც კი საკმარისია რომ ჩავიყვანოთ ჩვენ აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ბულგარეთშიც კი არ ვლაპარაკობ ჰოლანდიაზე, ნიდერლანდებზე თუ უბრალოდ და არ ვლაპარაკობ ბელგია იქნება თუ ლუქსემბურგი წამყვანი სახელმწიფოების სიმდიდრით და წარმატებით, იქაც კი ბულგარეთშიც კი დაინახავენ რამხან დიდი განსხვავება ევროკავშირში წევრობა ყველაზე ღარიბ ქვეყანაში ჩავიყვანოთ ეს ამაშიც კი თვალსაცემი იქნება ყველაფერი ეს. ანუ მათ ინტეგრაცია მოხდება ევროკავშირიდან დანარჩენ საქართველოში. ეს მითი არის მოგვარებადი, როცა გვაქვს 20 წლიანი გამოცდილება რუსეთის ჩართულობით და გვექნება რაღაც 2-3 წლიანი გამოცდილება ბრიუსელის ჩართულობით, ჩვენ ნახავთ რამდენად უფრო ეფექტური იქნება მათი ინტეგრაცია ევროკავშირში, ნამდვილად დავდომალოთ და ევროკავშირიდან დანარჩენ საქართველოში. საქართველოს ტერიტორია მათი სხეულის ნაწილი იქნება და საქართველოთი მოუწევთ მათ ევროკავშირთან ურთიერთობას. შესაბამისად, ის ნორმები, რაც იქნება ევროკავშირის, გადმოვა საქართველოში რა, საქართველოდან მიიღებენ ისინი ქართულ ნორმებს კი არ მიიღებენ უკვე, მიიღებენ ევროკავშირის ნორმებს. და რა თქმა უნდა, ეს იქნება მათთვის თბილისი პრაქტიკულად გაუტოლდება მათ თვალში გაუტოლდება ბრიუსელს. ყველაფერი ხორციელდება მშვიდობიანი გზებით, მოლაპარაკებებით, როცა ჩვენ შემთხვევაში სოხუმი და თბილისი დაელაპარაკებენ ერთმანეთს არა მოსკოვის ეგიდით, არამედ ბრიუსელის ეგიდით და ბრიუსელში იქნება არა რაღაცა დეპარტამენტი ეთნიკურ უცესობებზე, არამედ იქნება სასამართლო.